დღეს გამორჩეული დღე გვაქვს ნატალის ლიტერატურულ სალონში არაჩვეულებრივი სტუმარი ტიციან ტაბიძიშვილიშვილი ქალბატონი ნინო ანდრიაძე გვყავდა სტუმრად. საღამოს შემოვერთდა მამა გურამ ოთხოზორია და პოეტები იანელ კოჭრამაზაშვილი, დავით შემოქმედელი, გაგა გომართელი, ნიკოლოზ მებაღიშვილი, ჯუბა ღებელი და ამ საუკუნის მემატიანე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და სხვა ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება. დღევანდელი შეკრება ჩვენი სალონის ისტორიაში ყველაზე დიდხანს 8 საათს გაგრძელდა და არაერთ საინტერესო თემას შეეხო. თუმცა ამ სიუჟეტში ამოვკრივეთ მხოლოდ ის კადრები, თუ როგორი გულუხვებით გვიყვება ქალბატონი ნინო, მისი ბაბუის ტიციანის, მისი ბებიის ტიციანის მეუღლის, მისი დედის, ანუ ტიციანის ქალიშვილის ნიტას და ზოგადად ტიციანის ოჯახის ამბებს პოეტის სიცოცხლეში და სიცოცხლის შემდეგ. საქართველოს და რუსთაველის გამზირზე ცეცხლი დაანთესო, რა ვიცი. ეს ყველგან მათ ლექსს საღამოებს მართავდნენ, ყველგან მათ ლექსებს ყვებოდნენ. და რაღაცნაირად სხვა სული ჩაედგა რუსთაველის გამზირს განსაკუთრებით ისინი იკვებებოდნენ და გამოჩნდა ულამაზესი ქალბატონი თამუნია წერეთელი, რომელიც თურმე იმ პერიოდში ყველა პოეტი თითქმის ეტყოდა ამ ქალბატონს, მათ შორის კონსტანტინე განსახურდიაც ტიციან ტაბიძეს უნახავს ეს ქალბატონი. ტიციანს მაშინ თავისი მეუღლე და ცოლ-შვილი ყავდა ბაკურიანში. და იმ დეპეშა დაგაუგზავნა რომ საოცარი ახალგაზრდა ლამაზი ქალი არის და უნდა ჩამოხვიდეს ჩამოდი და უნდა გაჩვენო. რა უცნაური და მე ვიფიქრე რომ ეს იყო რაღაც ძალიან დიდი მეგობრობა საოცარი ძალიან სასაცილო იყო ყვება რომ ნინო ყვებოდა რომ ესე იგიო ნუ არ არის ეს ჩამოვედიო და გავარო კაცო და ველოდები ამ ტიციანსო აივნიდან ვიყურებდო და ხედავ მოდიშო ტიციანი უფრო გასუქებულიო ეთქო იმდენი წყალი დარია იმ ლამაზი რომ მომიდა წამყვანა მაჩვენა ეს კარი და ნუ ძალიან მომეწონაო და რომ წამოვიდით უკან აბა რა აზრის ხარო და ნუ გასაგიჟებელი ქალიო მაგრამ ჩემგან რა გინდაო ნახ მომეწონა კარგად წავედიო და მე როდესაც ჩამოვიდა დახვდა ეს ლექსი თამუნია წერეთელს და ნუ რო წაიკითხა ძალიან მოეწოდა ნინოს ეს ლექსი და ტიციანმა თქვა რომ პაოლო და სულ ყველა მეჩხუბებიანო რომ შენ გინაცვალე ხარ გამოაქვეყნო ეს ლექსი გიჟი ხო არა ხარ რომ შენ ნინო გადაირევაო და მე უთხარიო რომ არაფრით არ შეიძლება ესეთი საოცარი ლექსი აუცილებლად უნდა გამოაქვეყნო. ეს არის ხო ნუ ეს საოცარი რაღაცა კიდე ერთი ესეთი ისტორია თუ ეს გაინტერესებს რუსი მსახიობი ძალიან ლამაზი თუ რაღაცა ძალიან კარგი უნდა ჩამოვიდა საქართველოში და ნუ ტიციანი იყო ახთოვანებული გაგიჟებული ქალი და ნინო გაიგო რომ რაღაცა ძალიან ლამაზი კაბა უნდა წმოდა იქავს. ესე იგი წავიდა და შეუკვეთა ვიღაც საშა პარტნიორი თუ ვიღაცა იყო ზუსტად ისეთივე კაბა. და ნუ იცოდა რომ რაღაცა შარფი თუ შალი რაღაცა უნდა ქონოდა და ისო ვერსად ვერ ვიშოვეო ისეთიო და ბოლოსო ბათუმიდან ჩამომიტანესო და აი ამ შარფით და ტიციანმა არ იცის და ცოტა მოგვიანებით შემოვედი დარბაზშიო და იმდენად ჯერ ძლივს მომისწრეს ის კაბაო და ქინძის თავებით ქონდა მიმაგრებულიო და ნუ რო შემოვედიო ეს ქალი სცენაზე დგას კაბით და მე ნელ-ნელა შემოვედი დარბაზში ამ კაბითო და ყველა მე მიყურებსო და ნუ დავჯექიო და მე წარმოდგენის შემდეგ რესტორანი ქონდა დაჯავშნილი ტიციანს სადღაც წასულობა და ნინო ხარა შენ გენაცვალე ორი ერთნაირ კაბაში კარგია თუ შეიძლება ჩვენ წავიდეთ მე წავიდე თვითონ და ნუ მგონი კოლაო დადირაძესთან ერთად ეს ამ ურთიერთობის გაგრძელება მე ვიცი რომ გაგრძელდა ძალიან დიდი მეგობრობით ტიციანი მეგობრობდა უკვე გათხოვილ თამუნია წერეთელთან არ ქონდა ესეთი ურთიერთობა მაგრამ აი რომ მივიდა და ნახათ ის სამანტყობაში ნახა მივიდა როდესაც უკვე ფეხი ქონდა მოჭრილი და ხო იმ შობიარა თამუნიამ და იქ რაღაცა შობიარობის შემდეგ რაღაცა ხო 10 დღის შემდეგ დაეწყო გართულება და
მოჭრეს ფეხი და ტიციანი მივიდა სანახავად და მაშინ დაწერა. ფეხმოტეხილი შეხარ ღრუბელი. ყველაზე კარგი სტრიქონები ტიციანის სავიზიტოს გარჩენილი ვარ ქვებზე დაახეული მაქვს ამ ლექსში წერია და მე წავიკითხავ რომ რაღაცა ამ განწყობაზე მოვიდეთ და კიდევ კამუნიას ვიცი ზებირად ეს ლექსი რომ მივ მაშინ თქვენ მოყევით ბატონ დავით არა თუ გავიხსენე ახლა მაგრამ შენ რა გინდა მაგრამ ყოველთვის გავახსენდები ამ ანანუსთან თეთრი არ აგვი შავ არ აქვს ერთვის ჩვენი გათიშვაკი ყველა სურდა არც კი გიცნობდი არც კი მენახე ისე ხატავდა თამარს რუბელი ხარ დანგრეული შენ მოდინახე ფერ მოტეხილი შენ ხარ რუბელი ისე ნაზია ეს მოგონება როგორც დემონის ღვთებით შეხება დე გაიხარო სხვა გოგონებმაც მოიბას შენი ირმის ფეხები გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკუტილოდ ვერ გადურჩები ასე კვდებოდა ალბათ 1000 და მოწმეთ ყავდა ეს ანანური ეს არის ჩვენი გოსნობის ფასი და თვითმკვლელობის იავნანური ტიციანს ჰქონდა ეგეთი ჩვევა ლექს რო წერდა აუცილებლად ესე იგი ნინო უნდა დამჯდარიყო მის გვერდი ხო აი ამიტომ ამბობთ ხო და ნინო აუცილებლად მის გვერდით უნდა ყოფილიყო ოთახში ეს დადიოდა აქეთ იქით არავის არ ხედავდა ნიტა ზუსტად ისევე როგორც ტიციანი უკან ნიტა დასიმას ბაძავდა და დაყვებოდა უკან და ნუ რაღაცა და მე მორჩებოდა წერას წაუკითხავდა ნინოს თუ ნინოს მოეწონებოდა ეს ლექსი ნუ თვითონაც თუ მოეწონებოდა ნუ მე მიქონდა დასაბეჭდა და თუ ისე რა მოეწონებოდა იმას ინახავდა წიგნში და ძალიან ბევრი ლექსი უკვე ტიციანის სიკვდილის შემდეგ და მე აღმოჩნდა ესე წიგნში შენახული და დადებული ცალკე ხო ამაზე დაიწუნებული ლექსია და წარმოიდგინეთ რომ ეს მეცხლის ამბავი ხო არის რომ მოფრინდა ეს მეცხალი რაღაც რო გადმოვიდა ბიბლიოთეკა ერთ-ერთ წიგნში აღმოჩნდა ლექსი როცა მეცხალი მონახავს ბუდეს ეს ლექსი ტიციანის ხელით დაწერილი და რას წერს რომ აპრილში გაიხსნა ეს მუზეუმი 9 აპრილს წინა 9 აპრილს ხო და მერცხლად მოვევლინები და ვიმღერებს აპრილში მოვა და მერცხლად მოვევლინები და ვიმღერებს საქართველოს სიყვარულზეო წარმოვიდგინე ხო და მოვიდა მაგრამ ეს ხომ მოხდა ეს მერცხლები მოფლიდნენ წინასწარმეტყველება მართლაც ესე იგი ტიციანთან დაკავშირებით მე რაღაცა ძალიან საინტერესო გამახსენდა ახლა კარგი იყო ჩემს მოგონებებს ისიც შევიდა მაგრამ მანამდე მახსენდება მარინა ცოტევას უწერია ბაიუს სტიხი პისას სტიხის ვივაიუცია მიხდებოდა მეშინება ლექსაზე რომ იუქეს ამ ესტროფში ეწერა რომ მე რო წავალო აქედან 50 წელს შემდეგ მოვა ჩიტიო ჩიტის ხმით მერცხლა ოი გიდა ვიმღერებს საქართველოს სიყვარულზე მე მოვერცხლა და ბრუნდებიო და მართლაც ჩვენ რომ მივედითო და გაიღო მერცხალი არ მოსულავ და დაიწყო მერცხალმა ჭიკჭიკი არა ეს როგორ იყო ეს სოფელში წასვლასთან დაკავშირებით არ იყო ეს გრიბოედოვის ქუჩაზე სადაც ახლა მუზეუმია ნუ მეაურია ხო იქ სანამ ცხოვრობდა ტიციანის ოჯახი ყოველთვის აივანზე მერცხლებს ჰქონდათ ბუდე გაკეთებული და მოფრინდნენ აპრილში ეს მერცხლები და ნუ ამათ უხაროდათ ყველას მერცხლების გამო მე ესე იგი რეაბილიტაციის შემდგენ ხო ჩამოართვეს და ერთ ოთახში დაჩნენ ნიტა და მისი ოჯახი ანუ ბებია ნიტა და იმის დედა ნინოს დედა და მე უკვე 58 წელს 59 წელს მისცეს გოგებაშვილზე სახლი და გადავიყვინე მე უკვე აი ჩემი ძმის დიდი არ ვიცი ძალისხმევით მე არ ვიცი რა გააკეთა ასეთი რომ დაიბრუნეს ეს მუზეუმი ეს ბინა იქ რაც უამრავი ხალხი ცხოვრობდა გაასახლეს ეს ხალხი ყველა და დააკმაყოფილეს ბინებით იყო კომუნალური ბინა რეაბილიტაციის შემდგომ არა ეს არის უკვე 87 წელი მე რეაბილიტაციის შემდეგ ერთი ოთახი ქონდა ნამად და დარჩენილი ტიციანის შემდეგ ყველაფერი ნინო მათ ვინმე ცხოვრობდა როც მუზეუმამდე და იმათ დათმო თუ ფული მისცეს ნორმალური ბინები კაცო ეს კომუნალური ბინა იყო რაღაცა საშინელი ეს ხდება უკვე რასაც ეძახდნენ ზასტოის პერიოდში კი ეს 87 წელია და ნუ გაკეთდა მუზეუმი ხო
და მუზეუმი რო გაკეთდა პირველი დღეა და აი ახალი გარემონტებულია ეს სახლი რაღაცა ძველი ყველაფერი შემოიტანეს და ამ ნინოს სხვადასხვის ხო სულ არ იცოდნენ რომ დახვრიტეს ხო ძალიან მალევე დახვრიტეს მაგრამ სულ იმედი ჰქონდათ რომ ტიციანი ცოცხალია მაგალითად 53 წლამდე 54 კიდე იმედი ჰქონდათ რომ ცოცხალია და დაბრუნდებოდა არის არაჩვეულებრივი წერილები პასტერნაკთან მიწერილი ნინოს მაყაშვილის რომ აი მოგვივიდა ხმა რომ ცოცხალია და ჩამოვა და ჩვენ ჩამოვალთ შენთან და ის იქიდან წერს რომ რა ბედნიერი ვარ ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს რომ ეხლა ტიციანი მოვიდეს და აი მართლა ნუ ამით ცხოვრობ ანუ სულ ქონდათ იმედი რომ ცოცხალია სულ რაღაცა ხმები მოდიოდა რომ ხა იქ იყო ციმბირში ფილოლოგიურზე იმიტომ რომ ეგონა რომ უნდა წასულიყო რუსეთში და იქ ესწავლა ციმბირში ჩასულიყო და იქ რაღაცა ანუ აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ რომ ცოცხალია ხო და გადმოვიდნენ ამ სახლში დედა დარჩა პირველი ღამეა და თქვა რომ დავჩებიო ღამე მარტო დავჩებიო და ხო და ნუ ეს რაღაცა წარმოიდგინე და ახალი გარემონტებულია საღებავის სუნია ყველგან და დილით რო გავახილე თვალები არ მოფიქრდნენ ნუ ისევ ეს მერცხლებიო და მეზობლებმა მითხრესო რომ რაც თქვენი ოჯახი აქედან წავიდაო არც ერთხელ არ მოსულან ეს მერცხლები არ მოფრენილანო ეხლა მოფრინდნენ ეხლა ამას რა დაემთხვა ეს მერცხლები ხო მოფრინდნენ და ნიტამ თქვა რომ ღამეო რომ დავიძინეო დილით გავიღვიძე და ხედავ რომ შემოფრინდა მერცხალი ესე წრე დაარტყა ფინას და გაფრინდაო რაღაცნაირად თითქოს აი ეს მერე უკვე ბიბლიოთეკა რო გადმოიტანეს ჩვენთან როგორ ხდებოდა რომ ჩვენ სახლში ნუ ცხოვრობდა ვინც კი ვინმე რამე ლექს დაწერდა ან არ დაწერდა ან უყვარდა პოეზია ასე დაგვეკაკუნებდა შეიძლება თქვენთან მოვიდეთ შეიძლება რაღაც რუსეთიდან ჩამოდიოდნენ რაღაც ერთი ლენინგრადელი ქალი იყო ელენა სერგეევა დარეკა ესე ზარი და მეო გიტარა მომეციტო გადაირიეთ და ჩემი რა გინდა ეს გიტარა გეყოდი ქუჩაში ვინახარ რაღაც არა მეო ლექსებს წერო და გიმღერებთო და თუ მოგეწონება შემოდი შეგენაცო და აქ წერო რა არის სადაბაგოში აი ჩულები ხოიცი კი გადასარევი პასტერნაკის შვილებთან როგორ მეგობრობდა კი და მე მოსკოვში სოფლიო ფესტივალი ყურა ჩასული გამართა ვერავ ნახე ის და ამასთან ჩამოდიოდა და რჩებოდა მე მგონი ნატაშა ხო კი კაცო როგორ არა და ეს ნატაშა ხო რას ვამბობ რომ ეს ხალხი ცხოვრობდა მე მოდიოდნენ თვითონ მოყავდა თავისი ცოლები კვრები საყვარლები რა ვიცი მე ეს უამრავი იმაში რა ქვია კაბინეტში ეს მამა ჩემი ამბობდა რომ აღარ შემიძლია სასტუმრო არ არსებობს ცოტა ხო შეიძლება რომ ზოგჯერ მაინც ვიღაცა სასტუმრო წავიდეს მეც ვინ ყავდა შეფარებული სტალინის შვილი სტალინის შვილიც მოიყვანეს სტალინის შვილიც თქვენთან იყო შვილი რა ნამუშით მოიყვანეს ხო და ნიტას უყურა ნიტას რეაქცია როგორი იყო დედა ჩემი შემოვედი და სვეტლანა ნუ რა ვიცი ახლა ვინ არის მაგრამ რაღაცა ჩინდო ვიღაცა რუსი მგონია პოეტი არა პოეტი რა ვიცი ვინ არის და მეუბნება ესო სტალინის ქალიშვილიაო და ეს მისი შვილიშვილიო თუ რაღაცა და გეხვეწებიო ეგებო შენი მეგობრები გასვლა და წაიყვანო გასვლა მაგათმა დაგვიყვეს რა არ იცოდა სტალინმა იცი თქვენ ბაბუას რო ხვეკავდა სტალინმა ეგ არის არა ეს აფი არის ცოტა არაო ამანო რა დააშავო ამ ბავშვმა რა დააშავო მამამისის მაგივრად იგეთი იყო დინა ასე გიხოცები ყველაზე თბილა და კარგად ისე ნიდა შეხვდა მაგათ ანუ ესე ტიპი იყო ხო და რას ვამბობ რომ ეს ხალხი რომ მოდიოდა და ცხოვრობდა ძალიან ბევრი წიგნი დაიკარგა ამ ბიბლიოთეკიდან ხო და მაგალითად ესენინის წერილი რომელიც აი ბოლო მაგალითად პაულოს თოპი მოსწერეო რომელიც აი ეს წერილი მაგალითად მე მოგვიტანეს ვიღაც ერთი ალანია იყო ესეთი დამიანი ხო იცი შენ კოლექციონერი და დამიანი მოვიდა და აშენერაცოლი ნახევ რა წიგნები პოპოს სადაც ეს წერილი დევსო ანუ ესენინის წერილი იყო ანუ მიქონდა და პიტავი ბუკინისტურ მაღაზიაში აბარებდნენ რა ეს წერილი შემთხვევით წიგნში და ნუ რაღაცა ესე ხო და რას ვამბობ რომ აი ნუ ესე ხალხი მიდიოდა მოდიოდა ნუ სულ რაღაცა ესეთი ამბავი ხდებოდა ოცარი ამბავი 9 აპრილს ну убеду шау убеду 9 აპრილს გარდაიცვალა იქ ტიციანის უსაყვარლესი დიშვილი
ზაირა კი ზაირა იკვიძე რომელიც იქ ჩვენ გახსოვს რომელიც მე ჩემი შვილი მივიყვანე ამ ზაირასთან სახში თუმცა ხანდასთან შეებოდა გაგიძებული იყო ამ ზაირაზე იმასთან დავყოვე სახში და წამოვედი ჩვენ მიდიქზე მე ამ ზაირაში მისი ძალი ყველა ხოდა ზაზა არა ზაზა ნუკრი ხოდა ის არა ქვია რომ მოხდა ეს უბედურება სხვადასხვა დედაჩემს უბედურება უყურე ზვიაც უყურე თუ იქ არის მაშინ არ აუშავს თუ არ არის იმ წუთშივე რა წამოდი რა არენდობოდა ეს აი არა რეულში 50 ლარია და აი 50 ლარი ხო და 50 და მესამეში შეიხედი აბა რა ხარ მესამეში აი ზუსტად წარმოიდგინე რო დაიწყო არა ჯიცუნი ეხლა საფრიფლეს ადუნდი და რაღაცა მე ხალხი შემეშინდა და ამ ჩემ ნუკრისოს მეუბნები რომ ნანა ვის ვტოვებ ნეტავი ამ ჩემ ქალიშვილს და წავიდე სახში მეშინია თქო ვიღაცა ტიპი ქართველი მედგა გვერდზე და მეუბნება შენ როგორი პატარა გული ქონია რა შიშარა ხოთა ეხლა შეიძლება წასვლა და დედამი ამათ რა ყოფილა ამისთან რომ უნდა წავიდე და დავჭი და რუება ეს ტიპი კლავდა ხახნო კლავდა აი ბუკლურად იდაყვი მომიჭირა კისერზე და მახჩობდა ის ვიღაცა გიჟი ქართველი ნამდვილად აი ესე მახჩობდა და გადავჭი მარტო იმიტომ ხალხის მასა მომაშორა ეს ხოდა მე რომ გამოვედი კი არა ამ ხალხის მასამ მიმიყვანა იმ დუბინკიან ხალხთან და იქ ვიღაცა პატარა ბიჭი იყო დუბინკიანი თუ რაღაცა eno ვიღაცა ხოდა მე სუამედი შიშისგან ეყობა თვალები დამიპატარებდა და თავისნაირი ჩუქჩა ვეგონეთ ხოდა მიუბივარი პაჟალოს თხოვეს რა არ მომკლათ ასე გამიღო ეს ფარი და გამიშვა კაცო ის ადამიანი აღმოჩნდა ხოლა ხეცი ხო არ იყო და გამოვიქეთ სახში რომ მოვედი დამკვდა ეს ჩემი შვილი და ზაირა რომელიც ამოვიდა ჩვენ საძებო რა ჩვენ ყველანი კი გადავჭით და ეს აირა მოკლეს იქ. ხოდა 60 წლის იყო წარმოიდგინე და მოკლეს იქ ამ ჩვენს და ფარფატელი გასაგიჟებელი არაჩვეულებრივი. ეხოშვილი. არა კიკვიძე ზაირა. ხო კიკვიძე. დიშვილი. აბე კიკვიძე. ხო იმეჩნებოდა თოთოები და აი არაჩვეულებრივი. რატო ყვები ახლა ამას? ამ ეს იგი რომ მოასვენეს ეს ზაირა სახში. წარმოიდგინე მოასვენეს ზაირა სახში. დავით მოასვენე ახლა საინტერესო მომენტია. მოასვენეს ეს ზაირა სახში და არ შემოფრინდა მეცხალი. შემოფრინდა მეცხალი და მის სასხუმავთან გაატარა ხერხა. მოდი ახლა და მე დილით ესე რაღაც ამჭემარ ძალმა რაღაცნაირად გააფრინა ეს მეცხალი. აი მოდით და თქვი რაღაცა თუ არ არის რაღაცა ძალიან უყვარდა ნიტას ამ ამბის მოყოლა სულდრო რა ანდრეი ჟიდილო ჩამო კი ხომას პეცლა და მეცა მიჩამო და ანდრეი ჟიდი აი ხოდა აი ჩავიდა მე თავის ქვეყანაში ეს კაცი აღწევებული იყო შორიდან კომუნისტური წყობით ხოდა რო ჩავიდა გამოაქვეყნა წერილი და აი ამ წერილის თაობაზე და მე მგონი პირდაპირ ბერიამ უთხრა მე ესე მახსოვს თქვენმა ფრანგულმა დაგუბათო ეს მართალია ეხა ნახეთ რა ხდებოდა ეს ანდრეი ჟიდი რო ჩამოვიდა ძალიან დიდი პატივით უნდა მიეღოთ ამ წერილებს და მართლა საოცრება გაუკეთეს ამ ანდრეიჟი ხანის ვერფრენი ჩამოაფრენებდნენ რაღაცა საჭმელებს ხანსაც აიყვანდნენ ხანსაც და აჩვენებდნენ აი როგორც არის ხო ის აი გადასარევ რაღაცეები რაც არ არის და სინამდვილეში არა ვერაფერს ვერ ხედავდა საოცრებას თვითონ ყველაფერი ძალიან კარგად იყო მე რაღაცა პოტიომკინისოფლები პოტიომკინისოფლები და ისა და გემითაც წავიდნენ სამოგზაუროდ და ხამე ამ ნიტას მოკიდებდა ხელს ნიტაც იყო მაგათთან ერთად და ხამე ჩადიოდა და ქვემოთ უყურებდა ის უბედური ხალხი როგორ იყო იქ ნამდვილ სოფლებში რა ხდებოდა დაყავდა ეს ნიტას დააპორციანებდა და ანუ
დაინახა სინამდვილეში რაც ეს იგი თავისი თვალით თავისი თვალით რა იყო გადაცემს. არა აჩვენეს საოცარი ხო ეს თვითონ ნახა და გაგიჟდა გადაიგია და დაწერა სინამდვილეში რაც ნახა და და ჩეკას ეკონა რომ ამას შექმნებულად გადასცეს რაღაც. ნოგრადად გამოაცხადეს ამ ხელამგავრი აბა რა მაგი ელექტროფიკაცია, იქ ჭაობების ამოშრობა, იქ რაღაცა და ეგონათ რომ მართლა გვეშველებოდა რა იცი პოლიტიკა რა ბინძური რამეა. იმ მომენტში რაღაცას უყურებ და გონია რომ არის ნორმალური და რაღაცა კაი ხდება და მე იმის უკან აი ეგ არის დაინახეს იმის უკან რა ხდებოდა. რეალობა იყო დემოკრატიული პარტია აკურებოდა ბოდლერი და ესეთი ვერლენი ფრანგები ანუ აი ესეთ მოდერნიზმს ახორციელებენ. სახელებით იმიტომ დაირქვეს ფრანგული პოლაუსიციანი. ხო, რასაკვირველი იყო და მე შემდგომში ესე იგი ეს ანუ მაინც ქართულ ფესვებს ვერ სწავლობენ. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. და ნახე რას აკეთებს უყურე ჰაფიზის ვარდი მე პრუდონის ჩავდგე ბაზარში ბესიკის ბაღში გავ ბოდლერის მოგონებამ აი ნახე მაგას მეორე გაგება მაგი გარდა იმისა რომ ევროპული შემოტანა ეგ არის აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეერთება ჩეხოცა ზვალედინი ვარ ჩერწმა გამიგე ეს დაახლოებით იმას მოგავს ლადუასათიანს რო აქვს მე გავშლი ხელებს და შეერთება აღმოსავლეთი და დასავლეთი და გრიგორ რობაქიძე რას ამბობს რომ ჩვენო აზიელები ვარდო და ევროპაში აზიელობას ვერ დავთვლოთ მაგრამ ყველაზე უპრიანი იქნება რომ ევროპისა და აზიის ხორცილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ. ვატაროთ აღმოსავლეთი დასავლეთი კულტურათა დიალოგი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამ შუა კონფლიქტის ზონაში რო ვართ, ვირჩეთ მშვიდობის ხაზად. ეს არ არის ეს საკითხი. არა, მე ვილაპარაკობ ჩვენ ხო უნდა დავყოთ აი თაგდარებულებისა და თქვა რომანტიკოსების ბრძოლა, ხო ეს მამათა და შვილთა ბრძოლას გვეძახიან. ანუ გრიგოლ ურბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და თაგდარებულების და ანუ ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძე ამბობდა რომ ასე თქვა ყველაფერი აი პოეზიაც მათ შორის უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს რა და აი ამ ჭრილში დაინახა ილია ჭავჭავაძემ შემოქმედება და მართლაც უნდა გადავხედოთ ის პოეზიას თუნდაც პროზას ხო რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამოდის ხო ეს ბუმბერაზი პოეტი მაგრამ იციან ტაბიძეს მიაჩნდა რომ თლად ესე არ არის ანუ ხელოვნება შეიძლება შეიქმნა საკაცობრიო მნიშვნელობითაც რა არ გამოვიდას რაღაცა ეროვნული ინტერესი ანუ ხელოვნება ხელოვნებისთვის იყოს შექმნილი როგორც მაგალითად ხატვრობა არ შეიძლება თქვა იყოს მაგალითად ეროვნული ინტერესებიდან გაგებული და შეიძლება მუსიკა და ასე შემდეგ ანუ პოეზია ეს მოდა ხო და აი იცი რა არის თავი რა არის ანუ ნამდვილი პოეზია მისთვის იყო უდიდესი უკიდე გამოთავისუფლება, რომელიც ხდება აბსოლუტურად ეროვნულ საზღვრებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი სხვანაირ ცეცხლს ანთებს მე პოეზია. ეს ის პოეზიის შეგნება, იმიტომ ვამბობ, რომ ასე ვთქვათ, ქართულ სივრცეში არა მეტი სიმაღლე არავის არ დაშოთავს თaulis მე მეტი სიმაღლე არავის აღარ აუღია, არც ერთ პოეტს. პოეზია აი პოეზიისადმი დამოკიდებულება არის ძალიან შესანიშნავი და ყველაზე ამაღლებული. ვისაც ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს. კეციანს ეკუთვნის ეს ერის სული ჩვენ თუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ეს ქვეყანას და აქ როგორ არ შეგიძლია გავახსენდეს ვაჟშეულას პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი რომელიც ხაზია ახლა წაიგეთ და წაიგეთ მე თქვი რა დამწერ ლექსის ჯაბანო გიჯობს მიჩვენო გულზე იარა რაც უკვდავებამ ხელი ჩაგავლო რამდენმა წელმა გადაიარა შორით მოლევენ გზებს მომრიგენი ზოგჯერ მეც მიჭრის ფეხზე დადგომა რა ვუყოთ ცოცხალს ვერ მოგიყევი ჩემი ჯვარცმა და ჩემი აღდგომა შენ სხვანაირი ღმერთი იგრძენი ღმერთი რომელიც გულში ყოფილა თმები ცრემლებად ჩამოიწანი შენ კაეშანმა დაგიძმობილა მაკედონელის გულივით მამაც ყვაქსუს კალამის სიხში ჩაქირო მოდი სავსე მაქვს რომელიც გულაბი სახრჩობალაზე უნდა დამკიდო შენი საფლავი არავინ იცის შენ შავ დროებამ ქარში გაყინა მე რომ მოგეცი წამებულს ფიცი ცხოვრებამ ყელში ამო მადინა ალალძმობისთვის მეცაცავიდან მანამ ეს გული სუნთქად გამოხმეს შენ რომ ამ ქვეყნად არსად არიყავ ჩემი
ბებერი წლები გამოხრეს აღზდეკ საათით ჩაჩივი თითulis წუთებსთან ისის ეკლის ხეობებს აღზდეკ ჩვენსავით ვერავინ იტყვის სისხლის სრემლებით სადაგრძელოებს მაინც რა ძლიერ გრძნობდი არიცი ღვინოც კი გისვამს საწყას უპურობ ჰა შემიცანი ლექსის სტარიგი მითხარ არიყავ უსულ უგულო მითხარ მიბოზე ისეთი რაში რომელიც მზისკენ ქრობას ეცადა ბზექით იყოს ეთქეს სიზმარში მაღალი ღმერთის გამომეცხადა მიტომ გავჭერი მგერჩი ჯიგარი ამონაზარი ქართლის მთებიდან თუ არ გინახავს ჩემი სიზმარი მაშინ რა ნახე გამაგებინა და როგორც ლომი ფაფარაშლი როგორც ჯიხებთან დაბმული ლაფშა მე შენი ლექსით გაგიჟებული ამის სხეული ყდებს მივაფშუდა მგოსტის სიცოცხლე გაწამებული გოსანი მუდამ მოჰგავს მოხიკანს პოეტი მესმის ცოცხლად ჯვარცმული პოეტმა უნდა თავი მოიკლას მაგრამ როდესაც ჩემს ზღვარის როდესაც მთებში დიდი ზღვავია გამაგებინე შენი ხმარის თუ მიჯაჭული ამირანი რაუ რა გულია მოიტანე აი შე ჩან იქახა რა იქიდან ამოიტანე ეს ამას ვერ დაწერდი ისე აბასა ბატი რა არის ნამდვილად აი არ შეიძლება რომ თუ პოეტი ხარ ჭეშმარიტი პოეტი და შემოქმედება გესმის ხო ესე დონეზე არ შეიყვარდეს ის ადამიანი რომელმაც აი რაღაცნაირ სხვა თვალით შევახედა მთელ საქართველოს პოეზიისთვის. აი თვითონ პოეზია. აი მე ერთ რაღაცას გეტყვით. გალაქტიონს მირჩევია ტიცია. რატომაც ეხლა გაგასხოვოთ რა. ლექსიც და სიტყვაც. იმიტომ რომ რა ნიკოლოს ჩვენ თანაცხოვრებაში და აი ჩვენ ასე ვთქვათ სოციუმში არის ხოლმე რომ აი ეს მეფეა და ის ვეზირია და ის არის და ის ეს ერთი პოეტი თუ არის ადამიანი ის თავის სამყაროში მეფეა მეფეც არის ვეზირიც არის ისიც არის ისიც არის ამიტომ არ მიყვარს მე ესეთი შედარება რა ეხლა გალაქტიონს თავისი რაღაც ისენი ქონდა რა ქვია ფრთები ქონდა და 1000 ის ქონდა დამეთანხმება მამაო 1000 უკუა ისენი ქონდა რა გამოძახილები მინდა რა 10 ძახის ლეგიონები მეომებოდნენ და 1000 თავისი თემ სოფლიოს დუელში ვიწვევო. ო, მის თავში ახსებოდა კაცმა არ იცის, ხო? გასწავლებული ტიპები. ანუ ვიცი რა არის? აბსოლუტურად რა. ვიცი რა არის? გალაქტიონი აუცილებლად ჩაეწერა რომ ქართული ენა იმიტომ შეიქმნა თავის დროზეო რა. რომ მე 20-ში მე დამეწერა. ო, ნუ ეხა ეგ ცოტა ეხა. მე დამეწერა. ეგაც პოეზია, ეგეც შედარება რა. შეიძლება იქნები ყველა ადამიანში არის ხო ეს თვისება, სადაც გაუშვებ, იქამდე მიიღოს, ხო, ამ პარადონებას. და აი ვისაც ქალდეასთან ქონდა ფესვები და საზრდოობდა თავისი წინარებით დარჩა მხოლოდ იმათი სახელი რობაქიძე თქვა როცა ფეხი დადგა მესოპოტამიის მიწას ჩემი პოეზია აქედან იღებს სათავესო ხო ლეონიძე არ ყოფილა მაგრამ ლეონიძემ თქვა რომ მოიწერა თქვა ჩოხომის ქვეყანა ვართ. ღმერთსაც არ ვცნობთ გარეშე ისა. ეს მაგარი სიტყვა. ანაკალადეთ. თვითონაც არ და ჯანდურიაც თქვენ წარმოიდგინეთ. ჯანდურია ციცირა. დიდი შუა ჯანდურია ციცირა. დიდი შუა ძე იყო, როდესაც საგნები ცნობს. აი ურარტუში და კანს საქართველოსი თუ რაღაცა ძალიან კარგი. ხო და აი შემოქმედისთვის აი ეს ფესვი და ძირი აი როცა შენი წინარების მზე გწვავს არ არსებობს რომ იმ შემოქმედმა განსაკუთრებული კვალი არ დადოს აი ტიციანი განსაკუთრებით და საფლავს ეძებდა ქალდეაში ქალდეა მაგვანი მიწია და არაგვი იმას კუბოს გადამიწევს სამართლებრივი აზროვნება, მეორე აზროვნება არის ეკონომიკური აზროვნება, მესამე არის კულტურული აზროვნება, მეტი აზროვნება არა, სამი აზროვნება. საქართველოს ამ სამი აზროვნებიდან ყველაზე მაღალ მწვერვალს მიაღწია კულტურულ აზროვნებაში. ჩვენ ყავდა ეკონომიკურ აზროვნებაში კი ბატონო იყო გიორგი ისა რა ქვია ნიკო ნიკოლაძე და სხვები ყავდა, მაგრამ ჩვენ ვერ გავედით მსოფლიო ხაზს. ჩვენ ყავდა სამართლებრივ აზროვნებაში გიორგი ბრწყინვალე და იყო მისი
პერიოდი და სამართლის კანონები, მაგრამ ვერ გავედით მაინც. ჩვენ შევქმნით კულტურაში მსოფლიო აზროვნება. ახლა იმ ორ აზროვნებაზე არ ვილაპარაკებ, სალექციო ადგილი არა, მაგრამ კულტურის მთავარი მნიშვნელობა კულტურაში არის თავისუფლების ხარისხი. თავისუფლების ხარისხი არის ადამიანი. რაც შეეხება კიციანს აქ სწორად თქვენს და ყველაფერი ეს ახლა ასე ამოსდილია როგორც გოგლამ თქვა მშობელ მიწაში მიდგას ფესვები და აი თუნდაც ეს ტრიხონი რო აქვს კიციანს რომ და მე არ ვიცი სიდან მოვედი რომელი ქვეყნის ხელი მზე მწვავდა მე დიდი მყავდა წინამორბედი მარცხოვარს გავდა აი ასია ჩასტილი გამიგე თითქოს მესმისო ახლა ოხრათ ვლებისო ბატონიშვილი ალექსანდრესიო აი ამათ უშიკა ბაჟაფშაველებს უთქავ ფილტვებით ხიმიკალურ და ასეთი მაგალითები ჩვენ ბევრი გვაქვს მაგრამ რაც შეეხება გალაქტიონს რატო გახდა ის რატო და მე ახლა იმარო თქო აი პლანეტები და მას ქონდა თავისუფლების ხარისხი უსაზღვრო ესე იგი ქართულ პოეზიაში თავისუფლების შეიძლება მსოფლიო პოეზიაში გალაქტიონი იყო ყველაზე თავისუფალი პოეტი იმიტომ რომ ახლა და რატო 6 კაცზე ვლაპარაკობ 7 კაცზე ვლაპარაკობ მან დაიჭირა რაღაცა რიტმი ისეთი კოსმიური რიტმი რომ მას აი ქრონვის და ამბობს კიდეს მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა ესე იგი და შემდეგ ეს უკვე გადადის ოკაზიონიზმები ქვია მას პოეზიაში რომ აი დოვენ ფრენა იქ უკვე აღარ არის სიტყვა საჭო იქვე შემოაქვს როგორც რუსთავისაც შემოაქვს ასე მისი სიტყვა უკვე და ის უკვე ქროლვასა და ეს უკვე არ უნდა ახსნა უბრალოდ უნდა უშმის ესა ის რაც დაიჭირა ჯერ რო ითქვა დიდმა ემა რო თქვა რომ მუსიკა უპირველეს ყოვლისა რა თქო ამან დაამატა პოეზია უპირველეს ყოვლისა და ამ მუსიკის და პოეზიის და ფერწერის და აი ეს ამით თავისუფლების ხარისხი აქვს მას დიდი ჩვენ ლაიქამდე ამას ვერ ვაღწევთ ეს მიაღწია გალაქტიონი მომავალი თაობისთვის და ჩვენნაირ ბევრი საქართველოსთვის ხო ეს იქნებოდა აი ტიციან ტაბიძის სიცოცხლე იმდენად ძვირფასია ჩვენთვის გესმის იმდენად დასანანია არა მე არ ვამბობ რომ მე უბრალოდ ჩემ დასანანია და კიდე ერთი საფლავით შარუჩის ჩვენ და ანუ ამ ნადირების ხელში იყო და ერთი რაღაცა კითხვა მე დავუსვა ანუ თქვენ აი ზუსტად იცით დახრიტეს თუ იქ ხარბუქში მიაგდოვეს ნიკოლოზ უცბად დაუხრით თუ ხარბუქში სიბირში მიატოვესო ნინო შარ არის ცნობილი როგორ მოდის სიტუაცია ხდის არა ეს მომენტია რომ ტიციან ტაბიძესაც დიდი სტრესი ჰქონდა მაგრამ აჯობა თავის თავს გესმის აქ არის ერთი მომენტია კონსტანტინე ამბობდა რაც მან გააკეთა კიდეც ზაგლი რომ მოგდებს ქოფაკი შენ ძლებს რომ თავი გადაიჭიროს ეგრე ყველაფერს ახსოვს ლოგიკას ის არა საზღვარი არა სოფისტური იყოს დაუშვათ მაგრამ ის ასეულობდა ტიციანმა უფრო მაგალითისებით გააკეთა ეს საქმე ასე რომ ჩვენ არიან წელები რომლებიც გმირობაზე მიდიან რაღაც გარკვეულ მომენტში არიან ჩვეულებრივ აი ეგ მომენტია ხო ის წამის მიასედებში ხდება ხო სწორად აღნიშნა ხო ეს არის წამის მიასედებში არავინ არ ფიქრობს რაღაცაზე იქ დაფიქრება რაღაცა აწო კი ამ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრება მაგრამ შინაგანი ბუნება ქონდა ისეთი ის კი არა რომ არ შეეშინა ბევრი რაღაცის შეეშინა რომ თავის შვილები არ დაეტოვებინა თავის ოჯახი არ დაეტოვებინა დაუშვათ უთავისოთ უმამოდ 1000 რაღაცაზე დაფიქრდა მაგრამ შიში ის კი არა რომ არ გეშინა რომ არ გეშინა შიში დაძლევა არის ზუსტად შორის სულ ეუბნებოდა ნინოს რომ გეხვეწებით არავინ არ გაკიცხოთ ესეც როგორი ამბავია კაცმა არ იცის რას გაგაკეთებინებს მაგაზე ბასში არ იჯდა იმ მომენტში არა ნახე შიშის მომენტი ხო არა იმ მომენტში ბერიასთან ხო იქ პაოლოზე უნდა ვერ ქნა თორე მერე საშინელი ტანჯვის მერე მაგრამ საშინელი ტანჯვის მერე
საშინელი ტანჯვის ეხა ხო არის მე ის ოქმი რაღაც ამბობს რომ მე ვიყავი საფრანგეთის ჯაშუში და აკანკალებული ხელით აქ დაწერილი ეთყობა ძალიან აწამები და ეს მომენტი ის უკადრებელი არის უკადრებელი ვერქნა თვითონ დავიტოვე თავზე რაც უნდა იმასი ეს არ შეხვდება მაგრამ ნუ გეხოცები რა კაცმა მართ ძალიან სწორად კაცმა არის ის კაცო რომ ითხრა რომ შვილს მოგიკლავ აგერ აქ და ქმარს და რა ვიცი ამ მომენტში გადაგიტრიალზე სალომი აკავშირებს ადამიანის მატერიალისტურ პოტენციალად ექცევა და შემწყობ ამსედი რომელიც ტკივილამდე დაგდის და კი ბატონო მე მწამს ღმერთის და ეგ ბენიერი ვიქნები და სიკვდილზე სევთ არ მაქვს საუბარი მაგრამ სევდით როგორ ვიყო სევდით აი რომ ტკივა როისა და რაზე ვიფიქრო მე რომ ეს არ უნდა მტკიოდეს არ უნდა რა ღმერთი არსებობს და მე არ უნდა მტკიოდეს ეს ჩემს ხომ არ არის დამოკიდებული ჯობა ადამიანის ტვინი ისე ფუნქციებს ფლობს ეგ ზუსტად რომ ჯერა მე მაგის ჯერ მირის დაბადების ფენომენი წამში იბადება გმირი როცა სიტუაცია უწყობს ხელს და აი თუ ადამიანმა გადალახე ეს წამიერი შიში და შენ წამსვლელი ხარ მე სადაც გინდა გაგიყვანო 9 ჯერ რომ გაგაკრამ ჯვარზე უკვე გაუტყივარება ადამიანი ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა ეს რაღაცა როდესაც ქრისტე წინა ღამით სანამ ჯვარზე გააკრა მამას მოეულო ბიბლიაში იყო რომ ამარიდე თუ შეგიძლია ან თუ შეიძლება ანუ იქ შიშიც იყო ან ჯვარს ზარდები განიცადა ქრისტე ეს არ იყო რომ სადმე მე არ იყო გასული და ტანჯვა არა როგორც ჩვენ უგეთქინება ახლა რომელიც არასად არ არის გასული დაკავარ ზუსტად ისე ეთქინა მას ეს ორი გენიოსი აბსოლუტურად სხვადასხვა სალვადორ დალი ხატავს თქვა რაღაცა დიცაგნებს, მოვლენებს, რაღაცა მითოლოგიებს და ბიბლიურ სცენებს, ხო? აგი მეორე ფიჭის ხატავს მარტო მსხალს და მაინც გენიოსი. მსხალი და ხატავს, მაგრამ იმ მსხალში ხატავს მსხლის არსს, ბუნების არსს, შედიში, მოწამე საგანში შედის. ფიროსმასაც აქვს საგანში შედის. ხო. ამ ჩვენ გონია ეს ყველა საგანი ცოცხალია და იმ საგანს ყველას არსი აქვს და იმ არსში შედის და ეს კიდე სხვა ხელოვნებაა. ორივე ხელოვნება მისაღებია რა თქმა უნდა, ორივე სკავს თავის. საზრისის მინიჭება. ხო, საზრისი რა არის ამ საზრის არსი? და ჩვენ თუ მარადიულობასთან გვექნება შეხება. მაშინ ვერ ვახერხებ თამას, ვერ ვშვებით თამას. პატარები ვართ, ხო, ეს სწამბავია ყველანი და ვიჭირს ეგ რა თქვა, მე ხან გავდივარ, ხან ვერ გავდივარ, სიტუაციაზე გასაგებია. მაგრამ ყოველ ხანდახან ეჭვდები კაცი, ხო? იმიტომ ისტორია არის ასეთი, რომ შამილმა აკრძალა ლექსისერა, ვინც ლექსს დავწერა და ხო, დავხრეთ ყველას. და მე მივიდნენ მე შამითა რა ხენია, ასე სასტიკი როგორ ხარო და არავინ აღარ დაწერს ლექსს, ვინც პოეტია დაწერს. მაინც და აი ესე გააჩია თვითონ ამი დაალაგა ვინიყო დამფილაგა ძმა ხარ ერთიც მიმღერე და დაუჩოქებ მიწას მუხლებით მაშ გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლებ დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს ვინ მისცა ფერი ალაზნის ველებს სანამდე უნდა რომ მზედ ედინოს გავარვარებულ ოქროს თაველებს სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის წავა გაქრება როგორც სიზმარი მე კი რა უყვამ გოლიათ მთებს რომ ქონდრის კაცაც დევათ აგანთებს ნეტავს სადა აქ ამ ზვარებს ბოლო ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზის ჯობს არ აქ ქონდეს სულად სამშობლო ან და არ იყოს ასე ლამაზი სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა ვის თუ თქავს ასე ცეცხლის ღადარი ქვეყნად 64 სხვას ვის ეღირსა დავბადებულ ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი მაშ გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლებ დავრჩებით ერთად ჩვენ მისი ლექსი ყველა არის აი ღრიანი ხავლე გულს მოედება. სულ ყველაფერი არის აი ამ სტიქის დაღდასმული ტკივილის შეზავება ტკივილი. რა, ანუ ისეთი სასწაულია.
არ არის ესეთი ჯიგარი ლეონიძე კიდე შეიძლება აიცი რა ესეთი ისიც მუშაობდა ხამი ესენი არ აძინებდნენ და დააპურციანებდნენ თელ ქუჩებში და საღამოებს და ხო იყო ერთი ამბავი და დაემართა ჭლექი ამდენი უწყლობისგან და ამდენი უბედურებისგან ამ ნინოს ხო და ნუ აბასთუმანში წაიყვანეს წაიყვანეს აბასთუმანში და ავარ გამხრა და ნუ წაიყვანეს აბასთუმანში და ნუ იქ პაოლო ჩაყვა, ტიციანი ჩაყვა, რასაკვირველია, ნუ დააბინავეს იქ და მე ყოველ დღე მოსდიოდა დეპეშა, რომელსაც ხელს აწერდა 1-40 კაცი, ყოველ დღე და თან ნუ უყვებოდნენ ეხლა ქიმერიონის გახსნამზე ვიყავით, ეხლა იქ ვიყავით, ეხლა აქ ვიყავით. ეუბნებია რომ გაიხედე კაცო, გარეთო გაიხედე, რაღაცა ძალიან ბევრი ხალხი დგასო ქვემოთო შენი ნახვა უნდათო და გაიხედა აღმოჩნდა რომ ფოსტის მუშაკები მოვიდნენ სანახავად ვინ არის ეს კაცი ვისაც 1-40 კაცი ყოველ დღე წერს დეპეშას ვინ არის ახლა და გადარეული ნუ აი ხო მართალია რომ ეს არ იყო მხოლოდ სიყვარული ეს იყო არაჩვეულებრივი მეგობრობა გვერდში დგომა ყველა სხვათა შორის აი მერეც აი ტიციანის მერე ხო ეს 27 წლის მერე ნინომ შეინარჩუნა ყველასთან ურთიერთობა ეს სხვათა შორის ერთადერთი ისეთი აქტიური ცოლი ალბათ ამ ცისფერყანწელებიდან ყველაზე მეტად იმიტომ რომ რუს პოეტებთან ანუ იქ პასტერნაკთან ვინც კი ჩამოდიოდა იქ სიმონოვი წიხონოვი ვინც იყვნენ ყველასთან ეს ურთიერთობა შეინარჩუნა და ნუ სულ ეგონა რომ ცოცხალია ესე იგი 53 წლამდე ეგონათ რომ ცოცხალია ამიტომ ნუ სულ რაღაცას წერდნენ წერილს მასყარეს ხო რაღაცა გუშველეთ ეგებ გამოუშვათ ეგებ ეს ეგებ ის და არაფერს ესე იგი სახში არაფრისთვის ხელი არ მოუგია არც ერთი ნივთისთვის რომ ამბობდა რომ ეს ტიციანი რომ დაუბრუნდება ხო მინდა რომ ყველაფერი დახდეს ისე როგორ წარდგა ხო როდესაც ნუ 25 მერე დიდი ბინი და დარჩა მარტო ერთი ოთახი სადაც ანტრესოლი ქონდა და არ იყოს ესე იგი ნუ რომ გახსნეს ეს მუზეუმი უკვე გააკეთეს ყველაფერი რაღაცა მოვიდა ვიღაცა ქალი კი არა მეზობელი და ნუ თქვა რომ ესე იგი გაგიჟებული ვარო რა ესე იგი თქვენ რომ აქ არ ცხოვრობდითო ვიღაცა რუსი მოვიდაო და რაღაცა ესე იგი ცისფერი ქვა მოიტანაო და მითხრაო რომ გეხვეწებითო არ ვიცი ეს ოჯახი სად არისო მაგრამ მეო ძალიან მინდაო რომ ეს ცისფერყანწელებისთვის ეს რაღაცა პატარა ცისფერი ქვა იყოს სახში სადაც ტიციანი ცხოვრობდა და სულ მქონდაო ეს ქვაო კაცო და დავკარგეო ხა ეს მაინდა-მაინც ახლა მუზეუმი რო გაიქცა მაინდა-მაინც ახლა დავკარგე ეს ცისფერი ქვაო გავიდა რაღაცა ხანი მოვიდა ეს ქალი გახარებულ მოუძებნეო ბავშვს ათამაშოში მანქანაში ედო ეს ცისფერი ქვა თუ რაღაცა უბედურება და მოიტანა ეს ქვა და დედაჩემმა დადო ბუფეტზე ეს ცისფერი ქვა აი წავიდა ეს ქალი ზარ კარებზე მოვიდა ვიღაცა კაცი შულთან ერთად და ნუ მეო აი ესე გაგიჟებული მოვედიო რაღაცა უგიჟდებიო ტიციანზე წავიკითხე რომ ეს მუზეუმი გაიხსნა ნუ ეს რუსეთიდან რაღაცა ჩამოსული შემოვიდა რა ხედავს ამ ქვას ესო ჩემი მოტანილია 20 წლის წინოს ესე იგი ის ქვა მაინდა-მაინც იმ დღეს მოიტანა იმ ქალმა და ესო მეო აი ესე დავტოვე მინდოდა რომ აყოფილიყო და ნუ თუ მართლა დევსო აქ თქვენთანო ეს ქვა აი რაღაცა სულ ესეთი მისტიური რაღაცა ნუ ხო ყველას ეხმარებოდა არ არსებობდა რომ ეხა ვიღაცა მოსულიყო და არ დახმარებოდა სულ რაღაცა პიანინო უნდოდა ნიტასთვის პიანინოს ყიდვა მე ნეიგაუზე მაჩუკეს ეს და პასტერნაკ მაჩუკეს ახლა იქ არის პიანინო ეხლა იქ არის მაგრამ მანამდე ნუ ხა ნიტასთვის უნდოდა ყიდვა და მოაგროვებდნენ ამ ფულს ეს ნინო მოაგროვებდა ფულს რომ იყიდოს ეს პიანინო ამდა სოფლი და ვიღაცა ჩამოვიდოდა ნათესავდა ეს გაურბენინებდა ის კაცი რაც და ეხა ამას პიანინო ჯობია ამ ნათესავ დავეხმაროთო და ერთხელ ესე სახში მოსულა ტიციანი უთქვამს რომ ვერავიღე ჰონორარიო და ფული არ ამაკო დაიძინა მე საფრთხეც გავიდა მოbrunდა და ისევ რაღაცა ოთახში ჩაიკეტა ამ დროს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა ნინომ გააყო კარი და დგას ვიღაცა ქალი შავებში ჩაცმული და უთხრა რომ მეო იცითო ყველამ თქვენზე მითხრაო რომ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარებაო ერთადერთი ვინც დამეხმარებითო და რაშია საქმეო და
აი ესე ქალიშვილი მყავსო, რომელმაც ჩააბარაო მოსკოვში თეატრალურ ინსტიტუტშიო და იმის ფული არ ამაგო, რომ პასპორტი გამოვიტანო და გაუშვა ეს ბავშვიო და ხო არ შეგიძლია დამეხმაროთო. ნუ პასპორტი გამახსენე. ხო და ვაიმე ნინო მუთხრა რომ რა ვქნო ნამდვილად არ არის ტიციანის სახშიო და ნამდვილად ვიცი რომ ახლა ფული არ აგვაქვს, მაგრამ ნუ თუ კი რამეს ვიშოვით აუცილებლად მოგოთ და მისამართი დამიტოვეთო. დაუტოვა ახლა ამ ქალმა მისამართი წავიდა ძალიან ტრაგიკული და ამ დროს ტიციანი გამოვიდა. და რა ხდება? ნინო ტირის ამ დროს. აი ესე ამ ქალმა მთხოვა ფულიო და პირველად მოხდა რომ ვერავის ვერ დავეხმარი ამ ქალსო. ვაიმე როგორ დამავიწყდა, მე თქვა ავიღეო ჰონორარიო და გეხვეწები, წადი ახლა მოძებნე ეს კანი და მიეცი ეს ფულიო. ნუ გაიქცა ეს ნინო სადღაც ქვეყნის დასაკარგავში და ნუ მიუტანა ეს ფული და ნუ არც იცის, არც სახელი, არც გვარი, არც ვინ არის, რა არის, არ პიარი. გავიდა რაღაცა კაი ხანი. აი 20 წელი მე მგონი ტიციანიც აღარ იყო თუ რაღაცა და მოსკოვში გაიმართა ტიციანის საღამო. და ნუ ნინო არის ამ საღამოზე და ვიღაცა კანი რაღაცა არაჩვეულებრივად კითხულობს ტიციანის ლექსებს სახიობი. და ნუ დამთავრდა ეს საღამო ყვავილებით მივიდა ნინო რომ მადლობა გადაეხადა და ამ კალმა უთხრა მე კი თქვენ მე მაქვს გადასახდელი თქვენთვის მადლობა მე ის გოგო ვარო რომელიც თქვენ გამოუშვითო მოსკოვში რაღაცა ესე მადლი ქნა და მადლი ხო და როგორ ну ძალიან კეთილი იყო და ყველანაირად ამ ნიტასთვის ძალიან თბილი და ისეთი მოსიყვარულე мама იყო. ნინო უფრო მკაცრი იყო და ტიციანი ახლა საერთოდ ვერა და თქვა სკოლიდან რომ ხვდებოდაო და მე თუ ცუდ ნიშას მივიღებდიო და ისედაც დიდად კარგად ავსწავლობდიო, ესე იგი თუ დამინახავდა რომ ცუდი ნიშანი მივიღეო, მაჩვენებდი შორიდან რომ რაღაცა სამიანი მივიღო, ორიანი მივიღეო, მივყავდი ლაღიძეშიო და იქ წყალს მასვევ და მაჩვენა. ხო და ერთხელ მოუტანია ნიტასთვის საჩუქრად პატეფონი. ხო გახსოვს ეს? ხო და აჩუქა რაღაცა პატეფონი. აჩუქა ეს პატეფონი და ნუ არის ნუ ხა პატეფონი იმათ რაუნდოდა შეგენაცვალე 50 რამე მიზეზი ქონოდა იმ წუთშივე რაღაცა უამრავი ხალხი შეიძლება გამართეს დიდი წვეულება, კეიფი ერთი ამბავი და ნუ ამ კეიფში მეზობელი ბიჭი ნათესავი, რომელსაც მშობლები არ ყავდა, ისიც იყო იქვე ცხოვრობდა გვერდით და ის ბიჭი რაღაცა ნიტას უთხრა რომ რა ბედნიერება არისო ეს პატეფონიო რა ბედნიერება არისო ქემაიცო რაღაცა ხმას გაიგებო ეხა მე რომ კონტესო მარტო რომ ვიხვიძებო რაღაცა ეხმარო გავიგო ვიღაცის ვითომ ვიღაცა მყავს სახშიო ნუ არაფერი წავიდა ახლა ეს ბიჭი სახში ეს ნიტა დაწო და მოჩა ახლა ეს კეიფი და ნუ ვერაფრით ვერ მოისვენა რასაკვირვე ნუ მოკიდა პატეფონს ხე ჩუმა ჩაუტანა ამ ბიჭს იმასაც ეძინა და იქ სახში დაუტოვა. უბოზე გახარებული მობრუნდა, დაწვა და დაიძინა. გაიღვიძა დილის ტიციანი კაცო გამოვიდა ხედავს არ არის ეს პატეფონი, სახე დახურულია, არაფერი არ არის წაღებული, პატეფონი არ არის. ნუ ატეხა ერთი ამბავი სად არის ეს ჩემი პატეფონი რა ხდება. რაღაცა და მანანა დაიწყო. ხო და ხო მანანა და ესე იგი გამოვიდა ნამძინარები ეს ნიტა და ეუბნება მამაო, მაპატიეო, რა გეხვეწებიო, ნუ რა ვქნაო, თქვენო მე მყავხართო, თქვენ მყავხართო და იმასო არავინ არ აყავსო და ნუ ვერ ვქენიო, აი ვერ ვქენი რომ არ წამეღო და ხო არ გამიბრაზდებიო და ნუ ის გადაირია სიხარული და უთხრა შეხარ ამაზე დიცაჯუქას, ვერაფერს ვერ გამიკეთებდი რომ ესე კი წავიდა და მოიტანა ორი პატეფონი და უთხრა აჰა ერთი შენ და მეორე თუ კიდე მოგიდება დამატებით და ყველაფერს ორ-ორ სპიდულობდა ზუსტად იცოდა რომ რაღაცა სიძახდა რომ კონსტანტინე მიყავს საქმეა ტაქსის შოფერს გამიგე საქმე ხო და ერთხელ ორჯერ სამჯერ და კონსტანტინე უთვლის კაბინეტს რომ ისევ ხუთლას და ხუთას მოთხოვს ხო და ტაქსის შოფერი რა არის ესო ერთი ახალგაზრდა კაცი მოდის ხო თქვენი ხო ამის სამარძეო შვიაზია ლაბარაკი ამის ორ და ეიგებს ერპაჩკაფოს მომცევს გამიგე შეფანიძე დაწერა მაგას ხო და შენო რა შვებიო კაცო ხუთავს ხო და იმას მამაკავს მილიონერი მე უბოლი ვარ ოშმიდე თქვენი პოზიცია რა ჩემი პოზიცია არის ეს რომ
არსებობდა ეს ქალი ელენე კარიანი, რომელსაც სხვათა შორის ჩემი დედამთილი ძალიან ვერი დარდა და ამბობდა რომ ხა ჩემი დედამთილი იყო გერონტი ქიქოძის ქალიშვილი. ამიტომ კარგად იყო გათვითცნობიერებული იმ დროს წერილების ოჯახებში რა ხდებოდა. და სულ ამბობდა რომ არც ერთი წერილის ცოლი არ ეხებდა ამ ელენეს, იმიტომ რომ იყო ისეთი სუბუქი ყოფილი. ასე, თუმცა შავა ქართველიშვილს წაყოლია მერე ცოლად. ეს იყო ძალიან სერიოზული მამაზი, ძალიან ესეთი, ნუ იმ დროისთვის გვარიშვილი შესახებ იმ დროისთვის, ნუ აი ფემინისტი ქალი, ნუ ხოთე ჟარვები ეწვა ისეთი სიგარეტი სიგარეტი ხო, ნუ აი ესეთი ქალი. და პაულომ ფაქტურად არ მოიყვანა ცოლად. არა, ამცაპირებდა ცოლად მოყვანა. ხო, მაგრამ ეს იყო პატარაა. ნუ ამ იმასაც პაულოსაც ალბათ ქონდა რომანი. მე როგორც ვფიქრობ, რომანი კი არა, ნუ ქონდა. კი არა, რომანი ქონდა ბავშვობაში. ის რა ქვია? მე მგონია, რომ შეიძლება ეს ლექსი შეიძლება რაღაცა უთხრა ამან რომ მოდი ესეთი ლექსი დაწერე ან რაღაცა ნუ შეიძლება რაღაცა აი მოდი იაში მაგერა შეიძლება ამ ელენე ძალიან ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის პაულოს ლექსები მას ორი აზრი აქვს არა მაგას შეიძლება ლაპარაკიც არ შეიძლება ეს არის ნამდვილად პაულოს ლექსი შეიძლება უბრალოდ აი მიღწევა მისა რაღაცა ხო შეიძლება უთხრა რომ მოდი აი ამაზე დაწერე ან რაღაცა უთხრა ან მოუხვა ქალი ვერ წერდა ლექსებს კაცო წესი ეს არის ესე იგი მე მიმაჩნია პაულოს მეორე რეპრესია არის ეს რაც რაშამ გააკეთა ჩემი უფროსი მასალების და ჩემი მეგობრის შვილმა მე ჩემთვის ესა წარმოგია ასე რომ ტექსტის ლინგვისტიკური ძიება ჩვენ გვაქვს სამეცნიერო აპარატი იმისთვის მივხვდებით ვინ რა დაწერა და ამის ძიება არსებობს რა გასის და როგორ და ქალმა ქართული არ იცოდა წესიერად და ქალს აქვს რამოდენიმე ცდელობა რაღაცა რომელსაც საერთოდ არაფერთან არ ამსგავსი სახელი თავი სულს მიუძღვნა კაცო წიგნია ელენე და აპარატო იჩენებს ვინ იჩენებს რას იჩენებს კაცო იმ როგორ დაიცვალა მე დაიწყო იმ ქალმა მაიმინობა თუ არა კოლაუ ნაძილაძე მაგას ლაპარაკობდა და ყველა მაგას ლაპარაკობდა მომსწრია ეს კაცო რომ წერდა ამას კოლაუს ვიცნობდი პირდაპირ და ლაპარაკობდა მაგის საქმე მოთაებულია მაგაზე როგორ შეიძლება ჯერობა როგორ დაწერა მაგრამ გამოუვიდაო ქუთაისის მესხიშვილის თეატრში გამოსულა პირველად ამ ლექსების პრეზენტაცია მან ყოფილა და ყველა ქუთაისელმა მანდილოსელმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი. იმიტომ რომ ეს იყო ეროტიული ლექსები, რას ქვია ეს აკადრეს აესმო ისმინეს ამ ქუთაისელმა მანდილოსელმა და მე ეს არ ვიცი ვინ იყო სტატიის ავტორი წერდა ბოლოში, მაგრამ მეორე დღესო ყველა კაცი თავის ქალში ელენე დარიანს ეძებდა და ყველა ქალი მეორე დღეს დარიანობას იბრალებდაო. ასე მთავრდებოდა სტატია. დავით ცხოთ პატარა მიმოხილვა ახლა მე არ შეუდგები აქ არ არის ის წმინდა ლიტერატურული და იმის მიმოხილვა სისტოკანცელების და ის ძალიან დიდი თემაა და ამას ალბათ სხვა სიტუაცია ჭირდება დღეს უფრო გახსენების ამბავია უფრო მოგონების მოდაში გადავიტანოთ უფრო შინაურული თემების საუბარში რა მოიტანა ევროპული ხაზის შემოტანა ვთქვათ აქ ვადიან გაფრინდაშვილმა და პაულომ და ტიციანმა როგორ გაჭრეს ქართული ლექსის სხვა ხაზზე ეს სერიოზული თემაა და კი ბატონო ამაზე ვისაუბრებთ იქოს ამის კი არსად არ გეჩ ხალბატონი უკავს და აი სულში ზის წარსული და აი ახლა მე აი ესეთი ის მოვიფიქრე ვთქვათ რა ჯობდეს მეთქი და 2008 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი რატომ ტირიან ჩიპების ზამთარში რომელიც არის მოთხრობები და წერილები და იქ არის ერთი წერილი მობძებნე მე ახლა რომელიც მე 94 წელს დავწერე თალბატონ ნიტას და ამ ოჯახს ერწყმება და ახლა ჯობს ეს წერილი წავიკითხო ეს წერილი წავიკითხო ეს ციხეშიცაა შეტანილი გაზეთებშიცაა და ბეშტილი და ტიციანზე სპეციალურად გამოცემულ ციხეშიც ახლა წავიკითხავ მაშინ წინაპართაგან წავიდა ყველა დღეს 1994 წელია 2 აპრილის დილა გათენდა ტიციანის დაბადების დღე ტიციანის ქალიშვილთან ახლა უკვე ჩემს უფროს მეგობარ ნიტა ტაბიძესთან მივდივარ სტუმრად გაზაფხული ნელა მაგრამ თანდათან იკრებს ძალას სასიამოვნო თბილი ზიანი დღეა
გაზაფხული ხომ მართლა წელიწადის ჯადოსნური დროა. თითქოს თავიდან იბადები ადამიანი. არ შეიძლება იციანი სტრიქონები არ გაგახსენდეს კაცს. მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან. წელიწადის ამ დროს ალბათ ტიციანის მეგობრებს შეგულებული ჰქონდათ ადგილი. სად რომელ ტივზე აეხლიჩათ მწვადები, დილამდე, გასკტომამდე ეღრიალებინათ არღანი, ეკითხათ ლექსები, სამშობლოსა და ერთმანეთისათვის ერთგულება შეეთისა. ოპერის წინ ტიციანის ყოფილი სახლისკენ გავუხვიე. დღევანდელ დღეს აქ ტრადიციის სამეფ სტუმრებს საქმო და თბილი ქალბატონი ნიტა ელოდება. მოხვედი დედუნა. ჩვეული ღიმილითა და ამ სიტყვებით უკვე მერამდენე წელია მიიღებს კარს უფროსი მეგობარი. სასტუმრო ოთახში ვსხდები, სიცილით იხსენებს პაულოს ოხუნჯოდებს. როგორ მოატყუა ერთხელ ესენი აისიდორა დუნკანი თბილისში ვნახეო. ეს ის აისიდორა დუნკანია, ცნობილი ბალერინა, ესენიზე რამდენიმე წლით უფროსი ყოფილი ცოლი, რომელიც არადაარ ეხსნებოდა სულ. მამა რომ წაიყვანეს, მას მაგიდაზე ესენინის წიგნი ედო, რომელიც დედას დაუტოვა. შეკისრებს რატომ გართვაჩი სწორედ ეს წიგნი მოუვიდა და წაიდეს. ესენიც მე შევარდი ოქროს პური. მერე რომ ესოდენ ხშირად მოიხსენიებდნენ ამ სახელით. შემდეგ აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ გამომთვრალი ესენი რესტორნებსა და ბარებში შფოთიანი და აყალმაყალი სამტეხი იყო, თბილისში არასოდეს უჩხუბიაო. როცა მათ ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი კულტურაო. ბერიამ დაიბარა ტიციანი და უბრძანა, დაწერე პაულოზე, რომ ხალხის მტერიაო. მამამ უარი უთხრა. იმ საბედისტირო დღეს თავი რომ მოიკლა. პაულომ სახლიდან თოფი წამოიღო და დამირეკა. ხომ გიყვარვარო. რას ამბობ ზია პაულო, როგორ ამიყვარდა მეტრი. ხო და ჩემს მედიკოს მიმიხედე გიტოვებ. ასე დამიბარა. ვანერიან გაფრინდაშვილს ერთი უცნაური თვისება სჭირდა, სარკისე ეშინოდა. გრიგორ რობაქიძე სულ პარიკით დადიოდა. მახსოვს, პატარა რო ვიყავი ანაპაში ჩავედი. გებზე ვიღაც მანდილოსას ებრანჭებოდა. მივეპარე და პარიკი ავაძე. უი. ეს ნიტას ჩაუდენია? ნიტას ჩაუდენია. აჰა. ავაძე ნათლია იყო მისი. ვერიკო და ნატა მამაჩემის ახლო მეგობრები იყვნენ. სტუმრები რომ მოდიოდა, პირველად მან დაურეკავდა ხოლმე. ნატოვა ჩემს გულისხმობად ხონდა და ვიკონჯეპარიც. პაულოს შიფტილის შემდეგ ბერიამ ისევ დაიბარა მამა. პაულოს სტანის უყვარდა, მოსწონებია მოსკოვში. დაურეკავს ბერიასთვის და უთქვამს, პაულომ წერათა კავშირის თავმჯდომარე უნდა იყოსო. ახლა ბერიამ უნდა გასცეს პასუხი სტანის, თუ რატომ მოიკლა თავი პაულო. მამას აიძულებდა ეთქვა, პაულო ამერიკის ჯაშუშია, ვერ დაითანხმა, ტყუპებივით ვიყავით და ამას როგორ დავწერო. გადასახლებაში წაყვანის იმ აუგებით ღამეს მამამ მითხრა. არც ერთ ჩემს მეგობარ მწერალზე გულში წყენა არ ჩაიდო. ისინი დაწერენ, რომ დამნაშავე ვიყავი, თორემ სხვანაირად ვერ გადარჩებიან, იმათაც დახვრებენ. ამ ცრემლიანების ოთნას შეწყდა ჩვენი საუბარი. რადგან ქალბატონი ნიტას შვილმა, ცნობილმა ექიმმა და სპორტსმენმა გივი ანდრიაძემ სუფრასთან მიგვიწვია. გვიანი ღამე იყო. შინ რომ ბრუნდებოდი. ჩვენმა გულთვინმა მასმიძელმა თითქოს რამდენიმე საათს ლეგენდად ქცეული ცისფერ კანწელების გვერდით მამყოფა პეს ბოლოში. დამირეკეთ. ქალბატონი ნიტა გარდაიცვალა. თითქოს წარსულის წიგნის ერთი ლამაზი ფურცელი დახურული ყავს. სახლში ვეღარ გავჩერდი. ქუჩაში ყოველდღიურ საშოვარზე გამოსული საკუთარი საზრუნავი დატვირთული ბორბლებზე შემდგარი ქალაქი გუგუნებდა. ჯიბეში ნაგლეჯა ფურცად სასწრაფოდ პოულობ. სტრიქონები თავისით იბადებიან და შემდეგ ლიტერატურის საქართველოში გამოქვეყნებული ამ ცეროდენა ლექსი ბოლო წლების ჩემს საყვარელ მეგობარს სამუდამოდ მემშვიდობები. მიიხურა ბავშვობა მყარი. მერე იმგვარად ჩამოიღამა გარეთ ქალივით ატირდა ქარი. სველი ძეწნებით წუხელა ფირდნენ. შემქრთალი თანაც დანაოსები თქვენი სარკმლიდან ხომ არ გაფრინდნენ. ცისკენ დამფრთხალი ანგელოსები. დაჭრილი შველის უმწეობით სულში მოგბღავით შორი ბავშვობის ძოწისფერი ჩვილი დღეები. დროს 3 წლის ბავშვს მომხიბლავი რუსი მგოსანის სერგეი ძიას გახარებდათ ოქროსფერ თმები. პაულოსა და გაფრინდაშვილს ხელ-ხელ დაჰყავდით
პასტერნაკის ხომ სულის სიტყვა დღესაც გაწვალეთ მზეს უღიმოდით მზის ყვავილებს თავადაც გავრით სულში მზესავით გრძელდათ მამის შენ გენაცვალე თქვენი სინორჩით მოხიბლული ძია პაოლო თვალი კაცივით გადიხსნიდა სულის საკინძეს გულს ჩაგიკრავდა დაკოცდიდა და მერე ბოლოს ლექსად გეტყოდა მაისი ხარ ტანი ტაბიც ახლა კი როცა გულს დამდუღრავ შემორჩა სევდა მამაც პაოლოს ესენინის ოქროს გულებიც როგორც მეუღლე როგორც ქალი და როგორც დედა ოქროს გულებით იხიბლებით ოქროს გულებით მეხნაკრავ მუხას ამომსკდარი ხორც სავსე ყლორტი გამრავლებული სიყვარულის თქეშად მომსკდარი ხართ უკვდავება ტიციანის პოეტი ლორდის და სიამაყე მაყაშვილთა ბრწყინვალე გვარის ხართ ჩუმი კვნესა ტიციანის სულის გოდება სიდარბაისლე სიდსადავე იმ ქართველ დენდის ვაშლის ყვავილის სურნელების სულში მოფრქვევა და აფეთქება სიძვისა და სიკეთის დენდის აი ეს არის ჩემი ბედნიერებას მას უმალავდნენ ეს სამაგარია ბედნიერება მას ლექსებს მისცა მე არ წერ ლექსებს ეს თვითონ წერს ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნი მეწყებს გაგიტანს და სოცხალ დაიწყოს ეს საოცარი ლექსები ტიციან თქვენ გავაბობდე იყავით რაც გინდა შავი საცოდავი ცხოვრება ხელში მაქვს მე შენი სადავე რომელიც ჯოჯოხეთი 64-ით გაქცევ აი შენი პანტური ფიზიკა თავთუხი ჩავდერო ხერხი გავცხენ განაცეში გულში ჩავდერო ყველა ჩვენ და გულის გულში რაც არ უნდა ხდილის გარსი ვიყოთ არის თავთუხი გადაბარული თუ ჩვენ ეს წვენით შევხედავ ბეწვენ და გულს შევჭამ თუ ჩვენ ამას გავიხსენებთ ისე სამოთხეში ავხსენებთ Yavaş savunsun kadar dagemoğunu bayımı zöldürme şimdi. Bu su şevberam şimdi o işte surmaz. Gavzarda Gavzarda da safar medigara böyle gaza var. Bildiğinde tartışma bir bildiğiniz bir koy nasıl şöyle savşumlu şöyle saklı. Am saklısı ki mevduvar. Kol ziyari sevdesi zurgis kari. Bazı yeri ömeriz kuafırım sana. Tamam tavır duvardım.